პროპაგანდისტული მიზნით შესრულდა. როცა სახელმწიფო ეს ერთ-ერთი თემა, როცა სახელმწიფო ხელისუფლება მართავს ქვეყანას, რასაკვირველია, ის მიმართავს პროპაგანდასაც, მიმართავს, ცდილობს, რომ მედია მისი, ასე ვთქვათ, დაკვეთის შემსრულებელი იყოს თუ თლათ მორჩილი არა. რას ყველა სახელმწიფო ნებისმიერი ამას ცდილობს, მაგრამ სულ სხვაა სად როგორ გამოსდის ეს და აქ სწორედ საზოგადოება წყვეტს იმას, სად როგორ გამოუვა სახელმწიფოს ეს. გაჩნია ნაცვლის ამას არ მეთანხმებით ბატონ პატა, თუ კი ეს დამოუკიდებლად კეთდება და დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაკვეთით ხდება ამის მიწოდება საზოგადოებისთვის, შესაბამისად საზოგადოება უფრო დამოუკიდებლად განსაზღვრავს. თუ კი ეს ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია და მისი დაკვეთი. არ არის ეს ჩემთვის მთავარი და მე ამაზე მე ჩემთვის მთავარია. არის თუ არა ადეკვატური ის, რაც ამ კვლევით არის გამოვლენილი. ჩემთვის ეს ყველაფერი ადეკვატურია დღეს 83% თუ არა 70% მეტი მაინც აქვს საზოგადოების დობა ხელისუფლებას, იმიტომ რომ საზოგადოებამ რომელსაც უნდა ალტერნატივა მოენახა, ვერ მონახა ეს ალტერნატივა. არის თუ არა ეს ფაქტი? მოდით ესე მივყვეთ რა. არის თუ არა ეს ფაქტი? არის ფაქტი. ალტერნატივა ეძება საზოგადოებამ, ეძება თითქმის 3 წლის განმავლობაში ვერ იპოვა ეს ალტერნატივა, დაბრუნდა ისევ იქ, სადაც რომელმაც გააჩინა ეს სამუშაო ადგილები, ეს კარგი, ეს ბლუმბერგი ხო არ არის ესეც თუ რა ქვია ამ ორგანიზაციას არის გრინბერგი. ესეც გრინბერგი ხომ არ არის? გაჩნდა აგერ საგზაო მშენებლობაზე სადღაც 4000 კაცი დასაკვდა, იქ სადღაც სასტუმროში 1000 კაცი დასაკვდა ეს ხალხი. ცოტა არ არის საქართველოსთვის ეს 4000 ოჯახია საქართველოსთვის. ეს ერთი, მეორე. ადამიანები, რომლებიც ეძებენ ალტერნატივას და ასე ვთქვათ, კარგავენ ამ ალტერნატივის რწმენას, აუცილებლად ეძებენ სხვას, იმის ალტერნატივას, რასაც ეძებდნენ. ადვილი შესაძლებელია, რომ ის ადამიანები დაბრუნდნენ იქ, რის ალტერნატივასაც ეძებდნენ, იმიტომ რომ დაინახეს ფონი შექმნეს, იმათ ვინც ალტერნატივად მიაჩნდათ მათ, ფონი შექმნეს და თქვეს, არა, ისევ ძველი ანდაზაროა, ისევ შეჩვეული ჭირი ჯობია. ეს მეორე და მესამე. მე ვერ დავეთანხმები ბატონ გიას, რომ ეს არის ჩვენი საზოგადოების ნიჰილიზმის გამომხატველი და თითქოს საზოგადოება ცალკეა, ის რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი ძალიან დაბალ დონეზეა და ძალიან ცუდად ფორმირებულია და არასტრუქტურირებულია, ეს სხვა საუბრის თემაა, მაგრამ საზოგადოება არ დგას განზე პოლიტიკური პროცესებისგან, იმიტომ რომ იგივე კვლევა აჩვენებს, მე მეშინია ციფრი არ შემეშალოს, მაგრამ 1-2 ერთეული თუ შემეშლება 54% დღეს რომ არჩევნები იყო, დღეს წავიდეს არჩევნები. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია საშუალო ევროპულ მაჩვენებელს თუ ავიღებთ. ამიტომ აქ ესე მარტივად არ არის საქმე. კიდევ მეორე, ამას ძალიან სერიოზული დისკუსია, ძალიან სერიოზული კამათი და ძალიან სერიოზული კვლევაც სჭირდება თვითონ ამ კვლევის შედეგად. გასაგებია, ბატონ გია ეთანხმება თუ არა მოსაზრებებს და რა არგუმენტები აქვს? ბატონ პატას აქვს არგუმენტები იმისა, რომ ერწყმუნოს ამ კვლევებს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ადეკვატური შედეგი იმისა, რაც ბოლო დროს ხორციელდება ქვეყანაში. მოდით ესე ვთქვათ, რომ ხა მეც დამიმოწმა სხვა შორის ბატონმა პატამ, რომ ბატონმა გიამოს თქვა, რომ ადეკვატური შედეგები აქვს, მე ეს არ მithქვამს. მეც არ მithქვავს, რომ ადეკვატურია. თქვენ თქვით, რომ მაინდა-მაინც ხელაღებით ვერ ითქვით, რომ არ არის. არც იმას არ ვეთანხმები, რომ ჩვენ ხა მივიღოთ ფაქტად, შევჭამოთ, ანუ რაც გრინბერგი საერთოდ შუაში არის, ეს გრინბერგს არ გამოუქვეყნებია. მე გამოუქვეყნა, არ ვიცით, ხო? ნაციონალურ მოძრაობას არ უთქვამს, რომ მე გამოუქვეყნა, აიღო პროპაგანდა და პირდაპირ რეკად თავის ეთერებში, ხო? ვინ მისცა, ვინ მიაწოდა, ეხა დისკეტა დაუგდეს იქ კიბესთან თუ როგორ მოხდა, ეს არავინ არ იცის, ხო? ფაქტია, რომ პრინციპში ძალიან ესე ვთქვათ, წმინდა PR-თან გვაქვს საქმე. და ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რაღაცას ვეთანხმები, ხა ოპოზიციას რო დღეს დაბალინდობა აქვს, ამას ვეთანხმები დაუშვათ, ხო? ის რომ სამუშაო ადგილები იზრდება, მაგრამ ის რომ ეხა საზოგადოება ესე ფიქრობს, რომ ის ესე იგი აუცილებლად ვიღაც პოლიტიკოს უნდა ემხრობოდეს, ანუ ის თუ არ ვარგა, ესე იგი ისო ხელისუფლებასთან ბრუნდები, ესეც არ მიმაჩნია მას და მეც ლოგიკურად და სწორად. ესეთი ადამიანები შეჩვეული ესეთი ადამიანები არიან, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა, ხო, თუ ერთმა დააზარალა და ესე იგი მეორე ნავსაყუდელი ვერ ნახეს, იმას ანიშნავს, რომ იქ დაბრუნდება აუცილებლად, ხო? უმრავლესობა მე მგონი ესე ფიქრობს.
თუ ესე ვთქვა ჩვენ საზოგადოებას ესე ცუდად აღვიქვავთ რომ აუცილებლად ვიღაცას უნდა იყოს მიკედლებული რომელიმე პოლიტიკოსი ხო მე ვფიქრობ ეს საკმაოდ შეურაცხყოფელია ამ რეალურ ვითარებაში ჩვენი საზოგადოებისთვის აი თუ აი ესეთი კუთხით დავინახავთ ყველაფერს მეორე თემა რაც შეეხება იგივე დასაქმების პროგრამას და აქ ითქვა რომ ეს სწორი პოლიტიკაა ინფრასტრუქტურული პროექტები ხო ეს ერთჯერადი პროექტები ხა ეს ხო არ არის დასაქმება ეს არის ერთჯერადი პროექტები მიწაში იდება ფული, რაც მნიშვნელოვანია და კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის დამატებითი ღირებულების შექმნა, ანუ ფული ამოდის, ესე რომ ვთქვათ, ბრუნვიდან და იდება ინფრასტრუქტურაში, ანუ კვლავწარმოება არ ხდება, შესაბამისად ეს არ არის გრძელვადიანი დასაქმება, ხო? და ეხლა რაც შეეხება იმ სტატისტიკაში ეჭვის შეტანა, რომ მე არ ვიცი ვინ ჩაატარა ეს კვლევები, როდესაც მაღალი ციფრებია უმუშევრად აღიქواس თუ არა საზოგადოება თავის თავს და მაღალი პროცენტია დღეს 55%-ის დასახელდა და NDA-ის კვლევებზეა საუბარი, ბატონო პატა. NDA-ის კვლევების შედეგია, მაშინ თქვენ უნდა თქვათ, რომ Greenback-ს ენდობით და NDA-ს არ ენდობით. ეს ციფრი NDA-ის კვლევები 1.8 არა 1.8 შეიძლება 1.800 არ არის 1.790.000-ია, მაგრამ ნუ ადეკვატური ციფრებზე ვლაპარაკობ, ხო? ანუ ეხლა მივყვეთ ეხლა ლოგიკას, ხო? თუ NDA-ის კვლევები პრინციპში რომელიც ჩვენ ღირსად ჩაგთვალეს და გვითხრეს დამკვეთი ვინ იყო, გამოვიდა ბრიფინგი ჩაატარეს, ცხრილები გვაჩვენეს, სხვაშორის ყველა ტელევიზია მაჩვენა და ოპოზიცია მაშინაც უკმაყოფილო იყო, მაგრამ თუ ხელისუფლება სხვაშორის არ გაუპროტესტებია NDA-ის კვლევები, იქ ეს ციფრი იყო მოცემული, ხო? აქედან გამომდინარე, ეხლა მე ძალიან მაინტერესებს, ეხლა კვლევა რო ტარდება და უმუშევარი ჯანმრთელი ცავსე ადამიანი როზის სახში. და იმას ურეკავენ და ენდობი თუ არა ხელისუფლების პოლიტიკას, ხო? შეიძლება ოპოზიციას არ ენდობა, კი ბატონო. და ამაში ვეთანხმები, მაგრამ ენდობი თუ ის ამბობს, რომ არა და კურს ვენდობი და ძალიან მაგარია, ხო? აქ არის ორი ვარიანტი. არა, აქ არის ორი ვარიანტი. ან ჩვენი საზოგადოება საერთოდ უსაქმურია და თვლიან რომ მუშაობა მათ არაფერში არ ჭირდება და უმუშევრები რო არიან, ამით უკვე ბედნიერები არიან. ერთი ვარიანტია, შეიძლება მართლა ესეთები ვართ, ხო, რომ არ გვინდა მუშაობა რა და საბჭოთა კავშირის დროს სხვათა შორის ის იყო, რა ქვია, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა, რომ არ მუშაობდი, ხო და ხალხი ვისაც არ უნდა მუშაობა, იმალებოდა. ცოტა იყო, მაგრამ ნუ ესეთი კანონები იყო. შეიძლება ესეთები ვართ ჩვენ მართლა რომ არ გვინდა მუშაობა და არც მოთხოვნილება გვაქვს, ხო? ეგ არის ერთი ვარიანტი და არის მეორე ვარიანტი. ისევ ტექნოლოგია, ისევ პროპაგანდა. ანუ მე კი ვარ უმუშევარი, მაგრამ ბიჭო, ხედავ ეგერ ნახე რა პოლიტიკა აქვს ამ ხელისუფლებას, ეგერ ხედავ ყოველ დღე მაჩვენებენ რომ იქ 100 კაცი დასაქმდა, იქ 200 კაცი დასაქმდა, იქ ლამაზი ჟილეტები აწვიათ, კარგი ჩაფხუტები ახურავთ თავზე, იქ ნახე იქ გზები კეთდება, მე კი ვარ უმუშევარი, მაგრამ ეთქვა მე არ ვარ გივარ თუ ეგერ ყველა დასაქმებულია. ანუ ფაქტიურად თვით იდენტიფიკაცია სამკვლევასთან არ აკეთებს რესპონდენტი. ის ლაპარაკობს ხვებზე. ესეც კარგია, ხვები დაასაკეთე, ხო, 83% სულ ფიქრობს ხვებზე, ბატონო. მე არ ვამბობ კატეგორიულად, მე ეჭქვეშ ვაყენებ ამ პარამეტრს, ამის ნამდვილობას. მაგრამ თუ დაუშვებ, რომ ეს ესეა, ხო? მაშინ აი ეს ორი ალოგიკური ვარიანტი რჩება, ხო? ერთი ან უსაქმურები ვართ, ქრონიკულები, ან მეორე, რომ პრინციპში მე პროპაგანდამ დამარწმუნა, რომ მე ვარ უმცირესობაში, თორე დასაქმების პროგრამა კარგია, მაგრამ მე თვითონ ვარ უვარგისი და ამიტომ ვარ სახში. ანუ უკვე ფაქტიურად დაკომპლექსებული საზოგადოება მივიღეთ. რა გვიხარია, ვერ გავიგე. გასაგები, რა გვიხარია ბატონო ბატა? მე ვერაფრით ვერ დავეთანხმები ბატონო. კი ბატონო, რა შეერთაფები? მე წინასწარმეტყველების 55% კი ეს კარგია. NDA-ის კვლევის 55% ეს არ გახდათ უმუშევართა მაჩვენებელი, ეს არის იმ ადამიანთა მაჩვენებელი, ვინც თავს უმუშევრად თვლის და იმ კვლევაში სხვათა შორის ბატონო აქაც იგივე კითხვაა ბატონო მეც მაქვს ნანახი აქაც იგივე კითხვაა დავამთავრებ რა ჩემს იმ 55%-ში კიდევ არიან ადამიანები რომლებიც ვერ მუშაობენ თავისი განათლების და თავისი პროფესიული უნარჩვევების შესაბამისად დაახლოებით 47% იმ ადამიანებისა ვინც იმ 55%-ზე ასეთია და ამიტომ მიიჩნევს თავს უმუშევრად მაგრამ სხვა შემოსავლის წყარო აქვს ამ ადამიანებს ეს არის იმ კვლევის რეალური მონაცემები ისე საზოგადოებისთვის ეხლა რაც შეეხება იმას მე აი მარტივად ვილაპარაკოთ მე ბატონი ეხლა ძალიან მარტივად შეხედა ამ ჩვენ საზოგადოებრივ პროცესებს ან ზარმაცები ვართ
მე ესე არ შევხედე კვლევის შედეგების ანალიზის ცდილობ ბატონო დღეს საქართველოში დასაქმებულია უფრო მეტი ადამიანი თუ არა ვიდრე ეს იყო 5 წლის წინ აი ესე უბრალოდ ჩვენს ირგვლივ მოვიხატე მე კი ვამბობ რომ ბევრად უფრო მეტი ადამიანი რას ეყრდნობით თქვენ მეც გეტყვით აი მე გეტყვით ახლა მე ვცხოვრობ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 2003 წელს ჩემი სახლის ეზოში ჩემი კორპუსის ეზოში ეყენა სულ 7 მანქანა. დღეს ობძანდით თქვენ მანქანას. მე მახსოვს მანქანას ვერ ვაჩერებდი მაშინაც. მე გეუბნებით ახლა თქვენ შეგიძლიათ მენდოთ ან არ მენდოთ, თქო, რასაც ვამბობ. ბუტიკებში ამბობ დამამთავრებინეთ. ჩემი კორპუსის ეზოში ეყენა სულ 7 მანქანა. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ჩემს მეზობლებთან. და ეხლა აკენე 17. დღეს 17 კი არა. წევა არ არის, ადგილი არ არის გასაჩერებელი. ეგ არის თქვენთვის ინდიკატორი დასაქმების. და ეს მანქანები ყველა ეკუთვნის ელიავას ბაზრობაზე. ყველა კი არა, ალბათ, 70%, 80% ელიავას ბაზრობაზე მომუშავე ადამიანებს. ანუ მათ სამუშაოც იშოვეს, დასაქმდნენ თუ რაც ქვია ელიავას თვით დასაქმდნენ თუ რაც გინდა ის უწოდოთ. შემოსავალი გავიშტოთ, მანქანაც იყიდეს და რაღაც ალბათ ოჯახსაც არჩევ. ელიავას ბაზრობა ჩაცარიელი იყო, თქვენ შეიძლება რა. შემდეგი რითიც მე ხელმძღვანელობ. არის ჩემი შემოსავალი და ჩემს გარშემო არსებული ადამიანების შემოსავალი. ჩემი თანასოფრელების სოფელში, ჩემი მეზობლების და ასე შემდეგ. ეხლა ის ხო არა ვარ цаრიელა ადამიანი. კი ბატონო. ყავს უამრავი საურთიერთობო წრე. მათ შემოსავლებიც გაიზარდა. მათ სამსახურები რო არ ქონათ 10 წლის განმავლობაში იშოვეს ეს სამსახური. კარგი წრე ყოლიათ. დროებითია, არადროებითია თუ რაც არის დღეს მათ შემოსავალი აქვს. ზოგი რაღაც ვიღაცა ჩემის მახლობლად უზარმაზარი ვაშლის ბაღი გააშენა იქ ყარაულად გასაგებია მაშინ მე ერთ მაგალითსაც მოგიყვეთ თუ შეიძლება ელიავას ბაზრობის ფენომენი დასაქმებული საქართველოში ვიდრე ელიავას ბაზრობის ფენომენი შეიძლება ახსნა ჩემი ახსნა უბრალოდ მოგზაურობ ბოდიშს მოვიხდი ბატონ პატასთან საქმე რაშია იცით ელიავას ბაზრობა მე როგორც მახსოვს მაშინ რამდენი ხალხიც მუშაობდა ეხაც მაშინა ძნელი იყო სიარული და ეხაც ერთადერთი რა მოხდა იცით აი სანაპიროს მხრიდან გასვოთ მანქანები რა ხდებოდა? ეხა აკრძალეს იქ მანქანების გაჩერება და იძულებულები არიან ბატონი პატასეზოში შევიდნენ ის მანქანები. ძალიან მარტივად არის ბატონო პატასეზი. აკრძალულია გადით და ნახეთ მანქანები ვერადგებიან. წამოვიდეთ თქვენ ეზოში რა გეუბნებით იმ პერიოდს როცა სანაპიროზე ნებადართული იყო გაჩერება. მაშინ რა ვუყოთ იმ არგუმენტს მე ორივეს კიდე გითხოთ. ორივეს მინდა გითხოთ. კაცრავად ბატონებო. მე გეუბნებით ჩემს თავერთილებას ბატონო თქვენ შეგიძლიათ კარგი წრე ყოლიათ არ დამიჯეროთ. თქვენ ყოლიათ კარგი წრე დასაქმებული წრე ყოლიათ. დასაგებია ბატონებო, არსებობს ხელისუფლების მთავარი ამოცანა საარჩევნო, წინასაარჩევნო მოწოდება და არა მარტო წინასაარჩევნო მოწოდება, რომ უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. არსებობს გაეროს მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოს შედის იმ ქვეყნების სიაში, ათეულში, რომლიდანაც ყველაზე ხშირად გადიან ადამიანები ქვეყნის გარეთ, იმიტომ რომ მათ უჭირთ დასაქმება და სამსახურზე და აქედან გამომდინარე საზღვარგარეთ მიდიან. ამ ორ ფაქტს რა ვუყოთ ბატონებო? მე ორივეს მოგმართავთ ამ კითხვით. ბატონო პატა, იქნებ თქვენს მითხრათ. გასაგროელია რუსეთიდან მაგალითად ყოველწლიურად 24 მილიონი ადამიანი გადის სამსახურის სამუშაო საძებად. გასაგებია დიდი ქვეყანა, ახლა პროცენტულად გავყოთ და ნახავთ, რომ არც ისე კარგად არის იქაც საქმე. თუმცა ქართველები როგორც ჩვენ ვიცით 1 მილიონი რუსეთშია სამსახურის საძებნელად ხო წასული და იქ შეულობს ოჯახის არჩევ ფულს. ანუ ასეთი პარამეტრებით ვინც ასევე ძალიან დიდი გადინება თურქეთიდან, თუმცა თურქეთში ძალიან ბევრი ქართველი შეულობს ლუკმაკურს, ხო? იგივე შეიძლება ითქვას საბერძნეთზე. ანუ ეს ჩემთვის მაჩვენებლად არ გამოდგება ახლა. კი ბატონო, რასაკვირველია. საქართველოში დღეს სამუშაო ადგილების პრობლემა კი არ არის. საქართველოში დღეს დგას ორი ძალიან სერიოზული პრობლემა ადამიანების დასაქმებასთან და მათი ღირსეულ ცხოვრებასთან დაკავშირებით. პირველი პრობლემა გახლავთ, რომ ადამიანების ანაზღაურება სამუშაოსთვის არის ძალიან დაბალი, ეს ერთი და მეორე არ არსებობს არც სახელმწიფო
არც კერძო, არც საზოგადოებრივი სტრუქტურა, რომელიც იზრუნებს ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, კვალიფიკაციის შეცვლისთვის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი სადაც არის? პროფესიული მზადების ცენტრებიც არსებობს ამასთან არ დაკავშირებით. არსებობს, ესენი მხოლოდ ახლა იქნება. მე რამდენადაც ვიცი, მხოლოდ ახლა იქნება, ეს სტრუქტურა ჩამოყალიბების პროცესია და ჩემი აზრით, თუ ეს სტრუქტურა ამუშავდება, მაშინ უკვე კვალიფიციური ადამიანი გაცილებით უფრო სხვა მოთხოვნებს აყენებს და გაცილებით უფრო სხვა წევრია საზოგადოებისა. ძალიან მარტივად ვიტყვი, ეხლა რაც შეეხება ამ თურმე რო კვალიფიკაცია არ ყოფნის ქართულ იმას, მე მაინც ძალიან შრომის ბაზარი ყალიბდება ესე, ხო? არის მოთხოვნილება, შესაბამისად არის სტიმული, რომ მოემზადო და რაღაცა, ესე რომ ვთქვათ, გადაიარაღო შენი შესაძლებლობები, ხო? ეხლა ბაზარზე ესეთი მოთხოვნილება არ არსებობს. ეხლა მე არ ვიცი